საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი 20 წლისაა. იგი 1995 წელს ქალაქ ქუთაისში შეიქმნა. როგორც ცენტრში ამბობენ, დევნილების მიერ დევნილებისთვის. 20 წლის წინ ცენტრი აფხაზეთი იძულებით გადაადგილებული პირების მიერ დევნილების დასახმარებლად შეიქმნა. ჩვენს ორგანიზაციაში 300-ზე მეტი პროფესიონალი გაიზარდა და მათ შორის დიდწილად იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები. დღეს ეს პიროვნებები საქართველოში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ სამოქალაქო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ აღნიშნა, რომ დღეს ორგანიზაცია თავის საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს. აქვს 5 ოფისი თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში და მუშაობს 4 ძირითადი პროგრამული მიმართულებით: ქველმოქმედება, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარება, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება, თემის განვითარება და ადვოკატირება. ცენტრი აფხაზეთი ყოველწლიურად 5000-ზე მეტ ადამიანს ეხმარება. ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება და გაჭიანურება არ არის ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელმისაწვდომობა სწრაფად გაეზარდოთ საარსებო წყაროებზე. ეს პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირებს და სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მათი შემოსავლები გაიზარდოს, მათი საარსებო წყაროები იყოს მდგრადი და გრძელვადიანი. საქველმოქმედო ცენტრის საიუბილეო პრეზენტაცია სასტუმრო ქორთიარტ მერიოტში გაიმართა. ორგანიზაციამ საზოგადოებას 20 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი 20 წელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სამსახურში. მოიწყო ფოტოგამოფენა და ბენეფიციარებისა და დევნილი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. ცენტრ აფხაზეთს იუბილე მიულოცეს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის რეინტეგრაციის მხარდაჭერა და მათი გამოცდილებით ისინი მათ კონკურსში გაიმარჯვეს და ღირსეულად ართმევენ თავს მიმდინარე პროექტს. ჩვენთვის მათი გამოცდილება, მათი ექსპერტული მოსაზრებები და რჩევები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.